თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პატა ბურჭულაძის, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ ხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლეს. პროცესზე როგორც დაცვის მხარის მოწმემ ჩვენება მისცა ლაშა ბერიძემ, რომელსაც ორბელიანების სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მან მის პროფესიაზე, აქამდე განვლილ გზაზე და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. Protesti, evangelizării este organizarea schimb de sport, componente și națională America, cel de cadavat din restaurante, am ieșit de putere, din casa de cadavat din restaurante, de sasane, de cadavat din restaurante, de sasane, După acolo, uite, va combate cu America, eu îți ai vreme să facă mie în care la reușit. Vreme de partea asta. Ala muza de la care ala o fază noastră. Am mintea asta care se duce, care de Fine, eu doar profesional de zală. Eu nu se înconda. Deci nu mă am familia, a dacă e cantitatea, am se înconda. Შეურაცხყოფის მრავალები უდიდეს პატივს, პატარა მუზაზე ძალიან ადრეული კაშკაცია, მაგრამ მე პირადად ბატონ პატასთან ერთად ასეთი ობიექტის დაკავებას ავეცდები, უფრო სხვა შემოგვიდგებას არ ვიჭერთ. მურთა ზოდელავას, პატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ასევე მათ ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლითაც, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ძალადობის შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით წარედგინა ირაკლი შაიშმელაშვილსაც. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბრალდება ჯგუფურ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ამავე მუხლებს ედავებიან ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძესა და თორნიკე მჭედლიშვილს. პატა მანჯგალაძესა და გური ჟვანიას კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.